დავაყენოთ Windows 11 ლოკალური აკაუნტით. ამით ამისთვის შევდივართ boot menu-ში, შემდეგ ვხედავთ USB flash drive და Windows boot manager. Windows boot manager ჩვენ ხედავთ, რომ არის SSD დისკი და ეს არის შიდა კომპიუტერის შიდა დისკი, ანუ Winchester-ი. ჩვენ გვჭირდება USB flash drive. დააჭირეთ. შემდეგ დაიწყებს ჩატვირთვას USB drive-დან, flash-კიდან. გამოჩნდება ესეთი საინსტალაციო ერთით. ენა სტოვებთ ჩვენ ინგლისურს, დროს ინგლისურს. Так, keyboard input method US ანუ ამერიკული განლაგება უნდა იყოს, ამერიკული layout-ი. იმიტომ რომ თუ United Kingdom-ს ავირჩევთ, ძაღლუკა და ძახილის ნიშანი და დოლარის ნიშანი და ასე შემდეგ იქნება სხვადასხვანაირად განლაგებული. Next. ორი ოპცია აქვს. პირველი install Windows 11, ანუ დავაყენებ Windows 11-ის, მეორე refine my PC, ანუ აღდგენა. ჩვენ ახლა ვაყენებთ. შემდეგ უნდა დავეთანხმოთ. Next არის მკრთალად მანდ. სანამ არ დავეთანხმებით. დაეთანხმეთ. Next. შემდეგ მოგთხოვს case. ჩვენ ეს არ გვაქვს, აქედან გამომდინარე I don't have product key. შემდეგ ხედავთ რამოდენიმე არჩევანს Windows Home and ანუ პლეიერების გარეშე და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა Windows 11 Pro. Okay, next. ვეთანხმებით ალიცენზიო შეთანხმებას. შემდეგ ვხედავთ რამოდენიმე partitions. ვხედავთ აქ ჩამონათვალში disk 0, disk 1. disk 1 ანუ ჩვენი ფლეშკა არის. disk 0 ანუ ფიზიკურად სხვა დისკი არის, ეს Winchester-ია. ვხედავთ აქ რამოდენიმე არჩევანს.